1800 წლის ნოემბერში ქართლ-კახეთის სამეფომ თავისი არსებობის ისტორიაში უკანასკნელი მნიშვნელოვანი ბრძოლა გადაიხადა. ეს იყო კაკაბეთის იგივე ნიახურას ბრძოლა, რომელიც ქართველთა და რუსთა გაერთიანებული მხედრობის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლაში ქართველები ლექთა დიდ ჯარს დაუპირისპირდნენ, რომელთაც ომარ ხანი მეთაურობდა. გარდა ომარ ხანისა, ამ ლაშქარშივე იმყოფებოდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მე-12-ის ძმაც, ბატონიშვილი ალექსანდრე. ომარ ხანი და ბატონიშვილი ალექსანდრე არაუბრალოდ ქართლ-კახეთის დალაშქრას, არამედ მისი დედაქალაქის, თბილისის დაკავებას ისახავდნენ მიზნად. საყურადღებოა, რომ ომარ ხანი რთულ დიპლომატიურ თამაშებში იყო ჩართული. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა დამყარებული ოსმალეთის ხელისუფლებასთან. სწორედ მათი ფინანსური დახმარებისა და წაქეზების შედეგი იყო ის, რომ მის თავდასხმასთან 1985 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ესეთი დამანგრეველი აღმოჩნდა. ამავდროულად, იგი არც რუსეთთან კონტაქტებზე აცხადებდა უარს. უფრო მეტიც, ხანდახან რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის სურვილსაც კი გამოთქვამდა და გარკვეული ფინანსური წახალისების ჯილდოს ან პენსიის სანაცვლოდ საქართველოს თავდასხმისაგან ხელის აღებასაც თითქოს თანხმდებოდა კიდეც. გარდა ამისა, ის ინარჩუნებდა კონტაქტებს ირანის შაჰთანაც. თუმცა საბოლოო ჯამში ომარ ხანი მაინც საქართველოს დაუძინებელი მტერი იყო. იგი რუსებს არ ენდობოდა და არც რუსები ენდობოდნენ მას. ალექსანდრე ბატონიშვილისა და მისი მომხრეების მასთან ყოფნა კი იდეალურ საფუძველს ქმნიდა იმისათვის, რომ 1800 წელს საკუთარი თავდასხმა ქართლ-კახეთზე გაემართლებინა და გარკვეულ ლეგიტიმაციას კი მიეცა მისთვის. მართლაც 1800 წლის ზაფხულში სერიოზული მზადება ჩატარდა და 1800 წლის შემოდგომაზე ომარ ხანმა გადალახა მდინარე ალაზანი ურდოს ფონით და შემოიჭრა ქიზიყის ტერიტორიაზე. გიორგი მე-12-ის ბრძანებით ქართლ-კახეთის ლაშქარი დაახლოებით 2-დან 300-მდე საუკეთესო მეომარი შეიკრიბა და სწორედ აქ, ქიზიყში, სილნახში მოიყარა თავი. მათ ივანე და ბაგრატ ბატონიშვილები მეთაურობდნენ. გარდა ამისა, ქართულთა ლაშქარს შემოუერთდა რუსული კონტინგენტიც, რომელთაც გენერლები ლაზარევი და გულიაკოვი ხელმძღვანელობდნენ. მათი რიცხვი 1200 ჯარისკაცს მცირედ აღემატებოდა. თავდაპირველად ქართველებმა და რუსებმა არ იცოდნენ თუ რა გეგმები ჰქონდა ომარ ხანს. იყო ეს მორიგი მძარცველური თავდასხმა თუ რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ ამოცანასაც ისახავდა მიზნად. ამიტომ თავდაპირველად ავარიის ხანთან მოლაპარაკებების დაწყებას კი სცადეს. თუმცა ვითარება ძალიან მალევე მკაფიო გახდა. ომარ ხანი და ალექსანდრე ბატონიშვილი დიდი ხანი არ დაყოვნებულან ქიზიყში და დასავლეთის მიმართულებით, კერძოდ თბილისისკენ დაიძრნენ. მათ ფეხდაფეხ მიჰყვა ქართულ-რუსული კონტინგენტი, გენერლების ლაზარევისა და გულიაკოვის და ბატონიშვილების ბაგრატისა და ივანეს მეთაურობით. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კავალერისტებმა ამ კამპანიის სრულობის დროს თავი განსაკუთრებულად გამოეჩინეს. ისინი მოულოდნელად ესხმოდნენ თავს ლეკებს, აყენებდნენ დიდ ზიანს და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ლეკების წინსვლა თბილისის მიმართულებით შეენელებინათ და მათში არეულობა შეეტანათ. თანათანობით ქართულ-რუსულ ლაშქარში თავი მოიყარა ახლო-მახლო სოფლებში მცხოვრებმა ქართულმა გლეხობამაც. ისინი ქვეითად იყვნენ და საკმაოდ ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი, თუმცა იმდენად მტრულად იყვნენ განწყობილი ლეკებისადმი, რომ მზად იყვნენ ამ ბრძოლაში მიეღოთ მონაწილეობა. საბოლოო ჯამში ორი ლაშქარი ერთმანეთს სოფელ კაკაბეთის მიდამოებში ნიახურას ველს დაუპირისპირდა. ქართულ-რუსული კონტინგენტის წინააღმდეგ დაახლოებით 10-დან 15 წესამდე ლეკი და ასევე ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრე ქართველები იბრძოდნენ.